ნატოს ალიანსი, რომელიც დასავლეთის ერთიანობის პოვნას ცდილობს, დაშლის ზღვარზეა. ირანში ომის განმავლობაში ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ნატო ერთმანეთთან დაპირისპირებულნი იყვნენ. და ახლა ოდესღაც წარმოუდგენელი კითხვა დგას დღის წესრიგში. სჭირდება თუ არა ამერიკას კვლავ ნატო, თუ ის უკვე აღარ სჭირდება. დღეს განვიხილავთ, რეალურად რას დასჭირდებოდა პრეზიდენტს, რომ 75 წლიანი ალიანსიდან გასულიყო და რას ნიშნავს ეს გლობალური უსაფრთხოებისთვის, მათ შორის აშშ-სა და ისრაელის ურთიერთობისთვის. ჩვენთან ერთად ამ თემას განიხილავს ჯოში ჰამერი, წიგნის ისრაელი და ცივილიზაცია. ავტორი ჯოში ჰამერის შოუს წამყვანი, Newsweek-ის სპეციალური რედაქტორი და სხვა არაერთ იურიდიულ და პოლიტიკურ თანამდებობასაც იკავებს. მოგესალმები ჯოში, დიდი მადლობა რომ აქ ხარ. ეს ჩემთვის სიამოვნება, მადლობა მოწვევისთვის ალანა. დიდი პატივია. კარგი, სანამ დავიწყებთ, აღწერა სიტუაცია. აშკარად გაამწვავა დაძაბულობა ტრამპის ადმინისტრაციასა და ნატოს შორის, მაგრამ ამ გზაზე სხვა სირთულეებიც იყო. ტრამპმა წლის დასაწყისში 8 ნატოელი მოკავშირის მიმართ ტარიფებით დამუხტა გრენლანდიის გამო. მან ალიანსი ქაღალდის ვებღად მოიხსენია. თქვა, რომ ნატოს ქვეყნები მშიშრები არიან. და თავის პირველ ვადაში მან ასევე გადადგა ნაბიჯები ალიანსის დატოვებისკენ. ეს ძველი საკითხია. შეგიძლია უფრო ფართო სურათი დაგვიხატო, სანამ ეხლა და მომავალში მიმდინარე მოვლენებზე ვისაუბრებთ. ხო, ესე რომ ვფიქრობ, დონალდ ტრამპი ნატოს საკითხში ძალიან დიდი ხანია თანმიმდევრულია. არ დავავიწყდეს უფრო ფართო გეოპოლიტიკური კონტექსტი, რომელშიც დონალდ ტრამპი პირველად გამოჩნდა ამერიკის ეროვნული პოლიტიკური სცენის წინაპლაზე. მას ახსოვს, როგორ ჩამოვიდა პრეზიდენტი პირველად იმ მოოქროვილ ესკალატორზე ნიუ-იორკში, Trump Tower-ში, 2015 წლის ივნისში. საბოლოოდ მოიგო რესპუბლიკური პრაიმერი და შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებშიც ჰილარი კლინტონს მოუგო მომდევნო წელს. 2016 წელი იგივე წელი იყო, როცა ბრიტანეთში Brexit-ის რეფერენდუმი ჩატარდა. და ის ფაქტი, რომ ეს ორი რამ დაახლოებით 4,5 თვეში მოხდა, დაახლოებით 2016 წლის ივნისიდან ნოემბრამდე, ჩემთვის არ არის დამთხევა. ეს იყო ეპოქა. ეს იყო ნაციონალიზმის განცდა ლიბერალური მულტილატერალიზმის ან ლიბერალური მულტინაციონალიზმის წინააღმდეგობაში. და ეს იყო რაღაცა სიმბოლური დასასრული ან სუმცირე დასასრულის დასაწყისი, ან სუმცირე დასრულების მცდელობა. თუ არაფერ სხვა, ეს ცივი ომის შემდგომი ეპოქა. კარგი გრძნობებისა თუ გნებავთ გლობალიზმის, ნაწილობრივ საუკეთესო დასახავდა ამერიკის პრეზიდენტ ჯორჯ ჰეივი ბუშის ეკონომიკური მრჩეველი 1990-იან წლებში, რომელმაც ცნობილი ფრაზა თქვა: კომპიუტერის ჩიპები, კარტოფილის ჩიპსები, რა განსხვავებაა? იცით, ეს იყო თავისუფალი ვაჭრობის აბსოლუტიზმის იდეა. ყველა ამ მრავალეროვნული ორგანიზაციის, ნატოსა და ნაფტას, პირდაპირ აქ ჩრდილოეთ ამერიკაში, როცა საქმე ჩვენს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებს ეხება, კანადასთან, მექსიკასთან და ასე შემდეგ. სოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია WTO, ჯანმრთელობის სოფლიო ორგანიზაცია WHO, ეს იყო ის პარადიგმა, რომელსაც გაერთიანებულ სამეფოში Brexit-ის რეფერენდუმი ეწინააღმდეგებოდა. და დონალდ ტრამპი ძალიან აქტიურად ატარებდა კამპანიას და სწორედ ამ აშკარად ნაციონალისტურ მაგას ამერიკის კვლავ დიადობის დაპირებაზე აირჩიეს, რაც სრულიად ეწინააღმდეგებოდა იმ ორპარტიულ გლობალისტურ მრავალეროვნულ ელიტიზმს, რაც სტატუს quo იყო. ამიტომ ნატოს მიმართ ეს სკეპტიციზმი, ჩემი აზრით, დონალდ ტრამპის პოლიტიკური მიზიდულობის, მისი პოლიტიკური ხიბლის მთავარი ნაწილი იყო ფაქტობრივად. მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა სერიოზულად დაიწყო აშშ-ის პრეზიდენტობისთვის ბრძოლა. და მან გადადგა არაერთი ნაბიჯი თავის პირველ ვადაში 2017-დან 2021 წლამდე, რათა დარწმუნებულიყო, რომ ამერიკის ნატოს პარტნიორები მართლაც ასრულებდნენ თავიანთ ვალდებულებებს. და თუ ამ სტატისტიკას გადახედავთ, ნატოს იმ ქვეყნების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც აღწევენ მინიმალურ ზღვარს, ანუ მინიმალურ ხემალურ ხელშეკრულებით მოთხოვნილებას, რომ სამხედრო ხარჯებზე MŠP-ს 2% და მაგრამ თუ შეხედავთ მათ, ვინც მინიმალურ ზღვარს, ანუ MŠP-ს 2% თავდაცვაზე ხარჯავს, ევროპული ქვეყნების რაოდენობა განსაკუთრებით მკვეთრად გაიზარდა დონალდ ტრამპის პირველი 4 წლის განმავლობაში, რადგან მან სულ მცირე, დიდი რიტორიკული ზეწოლა მოახდინა, თუნდაც სხვა არაფერი გაეკეთებინა. ეს ნამდვილად იყო კონტექსტი ჩემი აზრით დონალდ ტრამპისთვის, რომ ნატოს მიმართ უფრო მკაცრი პოზიცია დაეკავებინა გასულ წელს და ასევე იანვარსა და თებერვალში ამ წლისაც კი, როცა საქმე გრენლანდიის საკითხს ეხებოდა. ის საკმაოდ მკაცრი იყო დანიასთან და ზოგადად ნატოსთან მიმართებაში, როცა საქმე გრენლანდიას ეხებოდა. და ეს ყველაფერი მოხდა მანამდე, სანამ ირანთან მიმდინარე ომი დაიწყებოდა, რაც ჩემი აზრით ნატოს ისევ ამ ორმხრივ ურთიერთობებში დააბრუნა. და კიდევ ერთი მიზეზი გახდა დონალდ ტრამპისთვის, რომ ძალიან იმედგაცრუებული ყოფილიყო ამერიკის ნატოს პარტნიორებით. მაგრამ ვფიქრობ, მთავარი რაც ჩვენი საუბრისთვის უნდა გვავსოთ ისაა, რომ ეს ახალი ფენომენი არ არის. ეს სწორედ ტრამპიზმის არსია და იმას გამოხატავს, რას ნიშნავს და რას წარმოადგენს ის ამერიკულ პოლიტიკურ კონტექსტში. მოდი ამაზე ცოტა უფრო ხმად ვისაუბროთ. თქვენ ცოტა ხნის წინ დაწერეთ სვეტი, სადაც
ძალიან მოკლედ შეაჯამეთ ნატოს ისტორია. და ვფიქრობ, ღირს ამის გაზიარება, რადგან ბრიტანელმა გენერალმა, რომელიც ნატოს პირველი გენერალური მდივანი გახდა, ფაქტობრივად ასე შეაჯამა. საბჭოთა კავშირი გარეთ, ამერიკელები შიგნით და გერმანელები დაბლა. და თქვენ ამტკიცებთ, რომ მსოფლიო შეიცვალა. დღეს, არა 1959 წელს, არამედ დღეს, რა სიტყოდით, რა არის ნატოს მიზანი და რისთვის არის ის კარგი? ზოგადად რისთვის არის კარგი? არც კი ვამბობ ცინიკურად, უბრალოდ რისთვის არის კარგი? ჰო, მართალი გითხრა ალანა, ნამდვილად არ ვიცი, ამიტომაც დავწერე ის სვეტი, რაც დავწერე და ამიტომაც ღიად ვაკენებ კითხვის ნიშნის ქვეშ შეერთებული შტატების მუდმივ ინტერესებს, როგორც არა მხოლოდ ყველაზე დიდი წილის, არამედ ფაქტობრივად უმრავლესობის დამფინანსებელს. ნატოს მეხუთე მუხლის კოლექტიური თავდაცვის ვალდებულების. მოდით ცოტა უკან დავიხიოთ. როგორც სწორად აღნიშნე, ნატო დაარსდა 1959 წელს, სულ რამდენიმე წლის შემდეგ მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან. ამ დროისთვის სტალინი და საბჭოთა კავშირი უკვე მყარად ჩამოყალიბდნენ, როგორც დიდი ცივილიზაციური საფრთხე თავისუფლებისთვის, მე-20 საუკუნის შუა და მეორე ნახევარში. და ვფიქრობ, თავარი საკითხი, რაც აქ უნდა აღვნიშნოთ, არის ის, რომ ნატო საოცრად წარმატებული აღმოჩნდა. მან პირდაპირ შეასრულა თავისი raison d'être, არსებობის მთავარი მიზეზი. და უნდა აღვნიშნო, რომ ყველა ამერიკელი არ ეთანხმებოდა იმას, რომ მიზანი იყო პირდაპირ საბჭოთა კავშირის დამარცხება. 60-იან და 70-იან წლებში ამერიკის საგარეო პოლიტიკაში დიდი დებატები მიმდინარეობდა. ჰენრი კისინჯერი თავის დეტანტის პოლიტიკით იყო. შემდეგ იყო ცნობილი რონალდ რეიგანი, რომელმაც თქვა, არა, ჩვენ სინამდვილეში დავამარცხებთ ბოროტების იმპერიას. და საბოლოოდ მეორე ხედვა, რეიგანის, ტეტჩერისა და იოანე პავლე მეორის ხედვა იყო ის, რომელმაც გაიმარჯვა. და საბჭოთა კავშირი საბოლოოდ ისტორიის ფერფლში ჩაიკარგა. მოусმინე, ბერლინის კედელი დაინგრა ალანა, ინტელს როცა დავიბადე. 1999-ში. ფაქტობრივად მე არასდროს მიცხოვრია. მე 37 წლის ვარ და მართლა არასდროს მიცხოვრია ისეთ სამყაროში, სადაც საბჭოთა კავშირი არსებობდა. ტექნიკურად ის დაიშალა და რუსეთის ფედერაცია დიქცა 1988 წელს. ვიტყვი, რომ შენ ცხოვრობ ისეთ სამყაროში, სადაც რუსეთი საფრთხეა. რა თქმა უნდა. მაგრამ ეს არსებითად ეს სრულიად განსხვავებული რამეა. და რუსეთი დღეს, როგორც ძალიან ნათლად დავინახეთ უკრაინაში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სრულიად ქაღალდის ვეფხვია. ისინი ეპიკურად ვერ ახერხებენ უკრაინაში რაიმე მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევას. ის ომი უბრალოდ საშინელი სახის პირველი მსოფლიო ომია. ყველაფერი დასავლეთის ფრონტის ომის სტილში. უბრალოდ სასტიკი ჩიხი, რომელსაც დასასრული არ უჩანს. თეორიულად რუსეთს უნდა შეძლებოდა ძალიან სწრაფად და გადამწყვეტად მიეღწია რეალური წარმატებისთვის ამ კონფლიქტში. დღემდე მათ აქვთ მსოფლიოში ყველაზე დიდი ბირთვული არსენალი იარაღების რაოდენობის მიხედვით. ის იარაღები ძველია, ჟანგიანი და კარგად არ არის მოვლილი. მაგრამ ფავარი ისაა, როგორც კამალა ჰარისმა თავის ერთ-ერთ სამარცხვინო ცნობილ აბდაუბდა კლიპში თქვა, რუსეთი ძალიან დიდი ქვეყანაა. და რუსეთს მართლაც ბევრი იარაღი აქვს ხელთ. უკრაინა კი უფრო პატარა ქვეყანაა. და ამ ეტაპზე აშკარად და ნათლად უნდა იყოს გასაგები, რომ რუსეთი კარგი არ არის. მე აქ არ ვარ იმისთვის, რომ რაიმე სახის გამართლება მოუძებნო რუსეთს. ვლადიმირ პუტინი ის ადამიანია, ვინც არასდროს გაზრდილა თავისი კიგბ-ს დროიდან. და ნამდვილად ამერიკელ მემარჯვენეებში არსებობს ესეთი ელემენტი და მინდა ეს ძალიან კაფიოდ აღვნიშნო. ჩემ თანამემამულე ამერიკელ კონსერვატორებში ნამდვილად არსებობს ელემენტი, რომელიც აშკარად რუსოფილია, რომლებიც მართლაც ბევრად თბილ და დადებით პოზიციას იკავებენ მოსკოვის მიმართ, განსაკუთრებით მის უდურეს გამოვლინებებში. თელი ტაკერ კარლსონის გარემოცვადა მსგავსი ადამიანები იქ. ისინი, როგორც ჩანს, ძლიერ გავლენას განიცდიან ალექსანდრე დუგინისგან, რომელსაც ხშირად ვლადიმერ პუტინის სვენგალის უწოდებენ. მისი ერთგვარი ინტელექტუალური სპიკერია იქ. ეს არ ვარ მე. მე აქ არ ვარ, რომ მსგავსი განცხადებები გავაკეთო. რუსეთი მავნე აქტორია. პუტინი ძალიან ცუდი ადამიანია. უფრო სწორად, რასაც ვამბობ, არის ის, რომ რუსეთი ამჟამად ჩვენი მთავარი საფრთხე არ არის. ამერიკის მთავარი საფრთხე, ჩემი აზრით, უდავოდ და აშკარად ჩინეთია. მე მიყვარს ჩინეთის მოხსენება, როგორც ამერიკის პერიკის პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე ყველაზე დიდი გეოპოლიტიკური საფრთხე. ისინი საფრთხეს წარმოადგენენ პრაქტიკულად ყველა იმ გზით, როგორითაც ქვეყანას შეუძლია იყოს საფრთხე. თუ რეალურად დააკვირდებით ყველა იმ სამხედრო თამაშის წვრთნას, რომელსაც ამერიკის ომის დეპარტამენტი, ჩვენი სხვადასხვა უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელები, ინტელექტუალები, West Point და სხვები ადარებენ, თუ გადახედავთ იმ სამხედრო თამაშებს, რომლებიც მათ ბოლო 10 წლებში ან 2-ში დაგეგმეს, we only if თუ ჩინეთით აივანზე იერიში მიიტანს, ამერიკა ამ ომს მხოლოდ მაშინ იგებს, თუ ჩვენ თავად გადავთვალთ ამ ომში ჩაბმას და ისიც დაახლოებით ნახევარ შემთხვევაში, ან შეიძლება ნაკლებადაც კი. ასე რომ, ისინი უზარმაზარი სამხედრო საფრთხე არიან. ისინი ინტელექტუალური საფრთხეც არიან, მათი სარტყვისა და გზის ინიციატივით, გეოპოლიტიკური საფრთხე, ეკონომიკური საფრთხე, უსაფრთხო საფრთხეების საფრთხე. მათ ჯაშუშური ბუშტი გადმოაფრინეს ჩვენს კონტინენტზე. ისინი ჯაშუშობენ ჩვენზე პრაქტიკულად ყველა შესაძლო გზით. კონფუცის ინსტიტუტებიდან დაწებული TikTok-ით, ამით, იმით. ასე რომ ჩინეთის საფრთხეა. რუსეთი საბოლოოდ უბრალოდ ჩინეთის კომუნისტური პარტიის მცდელობის ნაწილია, რომ 21 საუკუნით ჩინეთის საუკუნედ აქციოს და არა ამერიკის.
ასე რომ ეს ისევ ნატოსთან გვაბრუნებს. არის თუ არა ეს ორგანიზაცია მე-20 საუკუნის ხედვის ნაშთი, სადაც რუსები და საბჭოთა კავშირი რეალურად წარმოადგენდნენ საფრთხეს. მართლა ღირს ეს ყველაფერი, სხვა სიტყვებით რო ვთქვათ. ღირს თუ არა ეს ძალისხმელა. და გულწრფელად რო ვთქვა, ნამდვილად არ ვარ დარწმუნებული, რომ პასუხი დადებითია, რადგან ნამდვილად არ ვიცი, რის დაცვას აცხადებს ნატო 2026 წელს. ეს უბრალოდ რაღაც კლუბია, თავისებული შეკრებაა, სადაც თავს კარგად გრძნობენ ლიბერალური ინტერნაციონალიზმის მომხრეები. რა სარგებელს იგებს ამერიკა ნატოდან? ვფიქრობ, დონალდ ტრამპი ძალიან მართალია, რომ ამ კითხვებს სვამს. და გულწრფელად რო ვთქვა, არ ვარ ბოლომდე დარწმუნებული, რომ რომელიმე ჩვენი ევროპელი პარტნიორი ამ კითხვაზე ამ ეტაპზე საკმარისად პასუხობს. თუ გვერდზე გადავდებთ მიმდინარე ომთან დაკავშირებულ დაპირისპირებებს, რა როლი ჰქონდა ნატოს ავღანეთის ომში მონაწილეობას? გულისხმობ, ნატომ წარსულშიც აშკარად განათავსა საკუთარი ძალები. მაგალითად, კორეის ომი, რომელიც ნატოს შექმნიდან სულ რამდენიმე წლის შემდეგ მოხდა, ფაქტობრივად ნატოს კონფლიქტი იყო. ნატომ უდიდესი დახმარება გაუწია, ასევე სპარსეთის ყურის ომში 1990-იან წლებში, ჯორჯ ჰეივი ბუშის ადმინისტრაციის დროს. ასევე ბარაკ ობამას შეცდომით ჩარევაში ლიბიაში, მუამარ კადაფის დასამხობად. ესეც ძირითადად ნატოს ჩარევა იყო. ასე რომ, ნატო ნამდვილად იყო ჩართული წარსულში, თუმცა შედარებით ნაკლები მასშტაბით. მაინც შეერთებული შტატებია ის, ვინც უზრუნველყოფს რესურსების უდიდეს ნაწილს, ფინანსურ და სამხედრო რესურსებს, ადამიანურ ძალას, ამას და ასე შემდეგ. მართალია, ნატოს ქვეყნები ზოგჯერ მონაწილეობდნენ, მაგრამ ირანის სიტუაცია გარკვეულწილად გამოფხიზლება იყო, რადგან ამერიკა რეალურად ენერგორესურსების ექსპორტიორია. ჩვენ რეალურად ერთ-ერთი თუ არა ყველაზე დიდი ექსპორტიორი ვართ მსოფლიოში, ნავთობისა და ბუნებრივი აირის ამ პერიოდში. ეს ევროპულ ქვეყნებზე უბრალოდ არ ითქვის. აი რატომ ითხოვდა გერმანია წლების განმავლობაში რუსეთიდან Nord Stream 2-ის მილსადენს? ეს რეალურად ერთ-ერთი მთავარი ბერკეტია რუსეთისთვის ევროპის კონტინენტთან მიმართებაში, რადგან ევროპა იმდენად დამოკიდებულია რუსეთზე ნავთობპროდუქტების ფრეივ და ევროპა რეალურად ბევრად უფრო დამოკიდებულია ნავთობზე, რომელიც ჰორმუზის სრუტით გადის, ვიდრე ამერიკა. სინამდვილეში საქმე მარტო ამაში არა. ევროპა რეალურად პირდაპირ ჩართულია, როდესაც საქმე ირანის კონვენციურ სარაკეტო პროგრამას ეხება. ჩვენ სულ რაღაც თქვენ ახევრის 2 თვის წინ ვნახეთ, რომ ირანმა სცადა დაერთვა დიეგო გარსიასთვის, ამერიკულ-ბრიტანული ერთობლივი სამხედრო ბაზისთვის, რომელიც დაახლოებით 2500 მილის დაშორებით მდებარეობს. კარგი, თუ მათ შეუძლიათ სარაკეტო დარტყმა 2500 მილის დაშორებით, ეს ნიშნავს, რომ ევროპის კონტინენტის დიდი ნაწილი პირდაპირ საფრთხეშია. ამიტომ ევროპელებს ნამდვილად უნდა ადარდებდეთ ირანისგან მომდინარე საფრთხე. ისინი, როგორც ჩანს, განსაკუთრებით არ ღელავენ გარკვეული მიზეზების გამო. მიზეზები, რომელთა განხილვაც შეგვიძლიათ უგნებავთ. და შეგიძლიათ დეტალურად განვრცოთ. ესპანეთის მხრიდან იარაღის ემბარგოს, მუქარისა და საჰაერო სივრცის დახურვის ფონზე, ვფიქრობ, საფრანგეთმაც მსგავსი რამ გააკეთა. შვეიცარიამაც განაცხადა, რომ საჰაერო სივრცის დახურვის მხრივ მსგავს ნაბიჯს გადადგამს საფრანგეთი და ასე შემდეგ. ხო, ასე რომ ნახეთ, მე მაქვს სხვადასხვა მიზეზი, რატომაც ვფიქრობ, რომ ევროპა ასე გაუჩინარდა ამ ამერიკულ-ისრაელურ ოპერაციაში ირანის რეჟიმის წინააღმდეგ. რამდენიმე რამ მახსენდება მაშინვე. ერთი ისაა, რომ ევროპა, გულახდილად რომ ვთქვათ, ბევრ მხრივ დაპყრობილია, პირდაპირ მნიშვნელობითაც კი, უკონტროლო მიგრაციის შედეგად. ასევე ინტელექტუალურადაც დაპყრობილია ანტიდასალური და მრავალმხრივ ისლამისტური ფიზიკური ყოფნითა და ისლამისტური მენტალიტეტით. ვგულისხმობ, სულ რამდენიმე თვის წინ იყო ერთი ფოტო. მეფე ჩარლზი აქ შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა ასე გახმაურებული სამეფო ვიზიტით. სულ რამდენიმე თვის წინ იყო ეს გამაღიზიანებელი ფოტო, სადაც მეფე ჩარლზი ან ოქსფორდში ან კემბრიჯში მიდიოდა, ზუსტად არ მახსოვს რომელში, და აქ უთხრა იქ ახალი ისლამური კვლევების ცენტრი. გულისხმობ, ეს კაცი პირდაპირ მნიშვნელობით ინგლისის ეკლესიის მეთაურია. გულისხმობ, შეგიძლიათ წარმოიდგინო დრო რამდენიმე ასეული წლის წინ, როცა ევროპული ქვეყნების სახელმწიფო ეკლესიების მეთაურები ასე მოიქცეოდნენ. კურთხევა ისლამის ზრდის ევროპაში, მის წინააღმდეგ ბრძოლას კი არა, შესაძლოა ეგზისტენციალური საფუძვლებითაც კი. თუ პირდაპირ უკან დავიხევთ ჯვაროსნულ ომებამდე, ვენას ალკამდე გასული 1000 წლეულის შუაში და ასე შემდეგ, ასე რომ ამ მხრივ იქ იყო როგორც ფიზიკური, ასევე ინტელექტუალური დაპყრობა. ასევე არსებობს სრულიად უძლური, სუსტი, უმწეო და დამარცხებული მენტალიტეტი. ევროპელები ძირითადად უბრალოდ მშიშარა ხალხია. ევროპელები არიან ადამიანები, რომლებიც იმდენად ტრავმირებულები არიან იმ საშინელი ომებით, რომლებმაც ასობით და ასობით, სინამდვილეში კი ათასობით წლის განმავლობაში დაასახასიათეს ეს კონტინენტი. ისე ჩანს, რომ ისინი სრულიად არ არიან მზად, ან არ შეუძლიათ სამხედრო ძალების შექმნა და მათი სავარაუდო მოკავშირის, შეერთებული შტატების გვერდით დადგომა საერთო საფრთხის წინაშე, რომელიც ამ შემთხვევაში აშკარად ირანია. აქ ბევრი ფაქტორია მოქმედი, მაგრამ ისინი ამას ვერ უმკლავდებიან.
აშკარად ვერ უმკლავდებიანან. და ეს ჩემთვის ბევრ რამეზე მეტყოლებს, რადგან კიდევ ერთხელ მე ვიზიარებ დონალდ ტრამპის ხედვას, იმ ხედვას, რითაც ის 2016 წელს წარდგა, რაც უფრო ნაციონალისტური ხედვაა. მე-21 საუკუნის გეოპოლიტიკისთვის. პირდაპირ ვთქვათ, ვფიქრობ, რომ აბრაამის შეთანხმებები სწორედ ის მოდელია, რაც მე წარმომედგინა. ზუსტად ასე წარმომიდგენია მე-21 საუკუნის გეოპოლიტიკური ურთიერთობები, მაგრამ ნატო დინოზავრია და ნარჩენი. და სანამ ნატო არ დაასაბუთებს, რას აკეთებს ზუსტად, რას წარმოადგენს და რატო უნდა გადაიხადონ ამერიკის შეერთებული შტატების გადამფრთხილებმა ამისთვის, მანამდე არაფერი შეიცვლება. ამ შემთხვევაში ფიქრობ, რომ დონალდ ტრამპი მართალია, როცა ამას ავიარებს. რიტორიკულად გმობს და იდეალურად შესაძლოა საერთოდაც მოიშოროს მისი გავლენა. მომიყევი უფრო დეტალურად აბრაამის შეთანხმებებზე და იმ ორმხრივ და სამხრივ ურთიერთობებზე, რომელთა ჩამოყალიბებასაც ისურვებდი შეერთებული შტატებისთვის. დაწერილი გაქვს, რომ აშშ-სა და ისრაელის ურთიერთობა ფაქტობრივად მისაბაძი მაგალითია. ძალიან კარგი იქნებოდა თუ ამაზე ცოტა უფრო დეტალურად ისაუბრებდი. და ასევე, რომელი ქვეყნებისთან გსურს, რომ ასეთი ურთიერთობები ჩამოყალიბდეს. სინამდვილეში მე ვიყავი კაპიტოლიუმის ბორცვზე და ვხვდებოდი აშშ-ს სენატორს გასული წლის სექტემბერში. სენატმა მოითხოვა ეს შეხვედრა და ჩვენ მივედით იქ. მის სახელს არ დავასახელეთ, ეს არასაჯარო შეხვედრა იყო. და მან ფაქტობრივად გითხრა, თქვა, ჯოში, წავიკითხე შენი ციგნი, ვეთანხმები შენს არგუმენტს. როგორ შემიძლია დავარწმუნო ჩემი კოლეგები, რომლებიც შეიძლება ცოტა უფრო სკეპტიკურად უყურებენ ყველაფერს, რასაც ტაკერი და კენდისი და ეს ნაგავი ლაპარაკობენ. არა რომ ეს ადამიანები სენატში პოპულარულები იყვნენ, მაგრამ მივხვდით გულისხმობ. მან მითხრა, როგორ გამოვიდე და ვასაბუთო, რომ ისრაელი შეერთებული შტატების მოკავშირეა. და მე ვუთხარი სენატორო, აი სწრაფი და მარტივი ტესტი, ძალიან სწრაფი ჰეურისტიკა, რომ განსაზღვროთ, არის თუ არა ქვეყანა შეერთებული შტატების მოკავშირე. და რაც თქვი და რასაც ახლა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ისაა რომ თქვი, შეერთებული შტატების მოკავშირე, ზოგადად ნებისმიერი ქვეყნის მოკავშირე, მაგრამ მოდი ამჟამინდელ პარადიგმაზე შევჩერდეთ. შეერთებული შტატების მოკავშირე არის ქვეყანა, რომელიც როცა საკუთარ ეროვნულ ინტერესებს ემსახურება, მაშინ შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესიც დამატებით მეორად ან მესამედ ფაქტორად ძლიერდება და მტკიცდება. და ვფიქრობ, მხოლოდ ამ კრიტერიუმითაც კი ისრაელი არის პარადიგმული მოკავშირე. რადგან თუ დააკვირდებით ისრაელის სხვადასხვა მტერს ახლო აღმოსავლეთში და იმას, ვისთანაც ისინი ყოველდღიურად იბრძვიან, იქნება ეს ჰამასი, ჰეზბულა, პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაცია, რა თქმა უნდა, თავად ირანის რეჟიმი, ჰუთები, ესენი ძირითადად ყველა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ აღიარებული უცხოური ტერორისტული ორგანიზაციებია, ან ძალიან ახლოს არიან ამასთან. ამიტომ ისრაელი, როდესაც თავის დაცვას ცდილობს, პირდაპირ ეხმარება ამერიკის ეროვნულ ინტერესებს. და არსებობს სხვადასხვა გზა, ჩემი აზრით, ეს ძალიან რეალურ და ემპირიულ ტერმინებში დავამტკიცოთ. ერთ-ერთი ჩემი საყვარელი მაგალითი, რა თქმა უნდა, მიმდინარე კონფლიქტია, რომელიც ნათელი მაგალითია. და სწორედ ამიტომ ყავს ჩვენი ომის მდივანი ფით ჰექსეთი და შტაბების უფროსთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე დენ რეისი და კეინი, რომლებმაც ისრაელები ძალიან შეაქეს. ჰექსეთი არაერთხელ აღნიშნავდა ისრაელის საჰაერო ძალებს, როგორც მსოფლიოს სამ უდიდეს საჰაერო ძალას, აშშ-ს საჰაერო ძალებთან და აშშ-ს საზღვაო ძალებთან ერთად და არაერთხელ უწოდებდა ისრაელს ძალის გამამრავლებელს. ამიტომ მიმდინარე კონფლიქტი ნამდვილად ამტკიცებს ჩემს აზრს, ვფიქრობ აშკარად, მაგრამ რომ კიდევ ერთი უფრო ახლანდელი მაგალითი მოვიყვანო. ხშირად 2024 წელს ვახსენებ. ეს რომ 2024 წელს, როდესაც 7 ოქტომბრის შემდეგ ომი სერიოზულად გაფართოვდა და ჩრდილოეთის ფრონტიც მოიცვა ისრაელში ჰეზბოლასთან ერთად ლიბანში, საბოლოოდ რა თქმა უნდა დასრულდა ჰასან ნასრალას მშვენიერი და დიდი ხმის ნანატრი დაღუპვით. ჰასან ნასრალამდე მისვლის გზაზე, როცა ისრაელი რაღაცნაირად მაიკლ კორლეონეს სტილის შურისძიებას ახორციელებდა იმ ხუთ ოჯახზე, მათ ფაქტობრივად მთლიანად გაანადგურეს ჰეზბოლას იერარქია და ორგანიზაციული ხელმძღვანელობა. და ორი ადამიანი, რომლებიც ისრაელმა გაანადგურა და რომლებიც, ჩემი აზრით, ამერიკულ მედიაში სათანადოდ არ დააფასეს იმ დროს, ეს ორი ადამიანი იყვნენ ჰეზბოლას ჯიჰადისტები, სახელად ფუად ჯაკორი და იბრაჰიმ ახილი. ეხლა ბევრი ადამიანი, ვინც ღრმად არის ჩართული ანტიჯიჰადურ საქმიანობაში, ალბათ იცნობს ამ სახელებს. უმეტესობას კი ალბათ არ სმენია. ფუად ჯაკური და იბრაჰიმ ახილი იყვნენ 1993 წლის ამერიკელი საზღვაო ქვეითების ბარაკების საშინელი თავდასხმის ორგანიზატორები, რომელმაც ჰეზბოლას მხრიდან 251 საზღვაო ქვეითი იმსხვერპლა. ეს იყო ფუად ჯაკური, ხოლო იბრაჰიმ ახილი იყო იმავე წელს ბეირუთში, ლიბანში, ამერიკის საელჩოს აფეთქების ორგანიზატორი. ამ ორ კაცს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 91 წლის განმავლობაში თავზე ჯილდო ჰქონდა დაწესებული. ერთს $5 მილიონი, მეორეს კი $7 მილიონი და არაფერი მოხდარა სანამ ისრაელმა ისინი არ გაანეიტრალა. მაშასე ისევ რომ დაუბრუნდეთ ჩემს კრიტერიუმს, რა არის მოკავშირე.
თუ ქვეყანა მოქმედებს საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, მაშინ ამერიკის ეროვნული ინტერესიც მეორად ან მესამედ ფაქტორად ძლიერდება. მიჩირს უფრო ნათელი მაგალითის მოფიქრება ვიდრე ეს. ჩრდილო-დასავლეთი თავს არიდებს ღირებულებებზე დაფუძნებულ ალიანსს, რაც ბოლო წლებში უფრო ტრადიციული მიდგომაა. დიახ, ბოლო 10 წლეულებში. დიახ, და სწორედ ეს არის მთავარი, რადგან ამ ეტაპზე ამერიკულ პოლიტიკურ დისკურსში პრაქტიკულად არ არსებობს ინტერესი ღირებულებებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის მიმართ. ეს გარკვეულწილად მოძველებული მიდგომაა საგარეო პოლიტიკისადმი. დღესდღეობით ალბათ უფრო ამერიკულ ნემარცხენეობას მიეწერება ვიდრე მემარჯვენეობას. მაგალითად, ბარაკ ობამას წარუმატებელი ჩარევა ლიბიაში 2011 წელს, რათა დაემხო მუამარ გადაფი, განხორციელდა სამანტა პაუერის დაცვის პასუხისგებლობის საერთაშორისო დოქტრინის საფუძველზე. ეს არის ლიბერალური ჰუმანიტარიზმის თეორია, რომელმაც ლიბიაში გამოიწვია მასიური ჯიჰადისტური სამოქალაქო ომი, რომელიც ტრემბეგზე გრძელდება 15 წლის შემდეგაც კი. ესე არ ვფიქრობ საგარეო პოლიტიკაზე, უფრო მეტად რეალისტი ვარ. ჩემი საკუთარი საგარეო პოლიტიკა შეიძლება ითქვას ინსპირაციას იღებს John Quincy Adamsისგან, John Adamsის შვილისგან, რომელმაც სანამ ქვეყნის მე-6 პრეზიდენტი გახდებოდა, ძალიან ცნობილი სიტყვა წარმოთქვა, როცა James Monroe სახელმწიფო მდივანი იყო 1821 წელს. და მან ცნობილი სიტყვები თქვა, ძალიან ახლო პარაფრაზით რო თქვა, მან თქვა, რომ ამერიკა არ მიდის საზღვარგარეთ მონსტრების გასანადგურებლად. ჩვენ ვართ მსოფლიოს კეთილის სურვილები მათი თავისუფლებებისთვის, მაგრამ მხოლოდ ჩვენი თავისუფლების გარანტები ვართ. ეს სრულიად განსხვავებული ხედვაა ამერიკის როლზე მსოფლიოში და ამერიკის პასუხისმგებლობებზე მორალური პერსპექტივიდან. სრულიად განსხვავებული როლია, ვიდრე დავარქვათ ჯორჯ ბუშის თავისუფლების დღის წესრიგი. სადაც ბუშის მეორე ინაუგურაციულ სიტყვაში 2005 წლის იანვარში მან ცნობილი სიტყვები თქვა, რომ ამერიკა არსებობს იმისთვის, რომ თავისუფლება ძალის გამოყენებითაც კი გაავრცელოს მთელ მსოფლიოში, თუ საჭირო იქნება. ჩემთვის ეს წარმოუდგენლად ქედმაღლურად ჟღერს. ეს სრულიად საპირისპიროა იმ თავდაბლობისა, რაც ბირკენ კონსერვატიზმის ქვაკუთხედად იქცა. და ვფიქრობ გულწრფელად რო ვთქვა, ეს ამერიკის როლი არ არის. ეს ძალიან ფუნდამენტურია, უბრალოდ დამარტივად, მაგრამ ამერიკა სუპერსახელმწიფოა. ჩვენ გვაქვს ინტერესები მსოფლიოში. რესურსების ეკონომია, შეზღუდული რესურსები, ძალიან რეალური საკითხია. და რომ დაუბრუნდე იმას, რასაც ადრე ვამბობდი, ჩინეთი უდავოდ ჩვენი ყველაზე დიდი საფრთხეა. ეს კი აჩენს თანდევ კითხვას, რომელიც ასეთია. თუ ამერიკა არის და უნდა იყოს ესე ძლიერ კონცენტრირებული ჩინეთზე და მე ვიტყოდი ზოგადად ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონზე. ამ 21 საუკუნეში ეს აჩენს კითხვას, თუ როგორ შეუძლია ამერიკას, რადგან ჩვენ გვაქვს სუპერსახელმწიფო ვართ, გვაქვს ინტერესები მთელ მსოფლიოში. როგორ შეგვიძლია საუკეთესოდ დავიცვათ, უზრუნველყოთ, დავიცვათ და განვავითაროთ ჩვენი ინტერესები ყველა სხვა რეგიონში. პასუხი რომ დაუბრუნდეთ ჩვენს კითხვაზე, ალანა, არის ორმხრივი და მცირე მრავალმხრივი ალიანსები. ზუსტად ისე, როგორც იბრაჰიმის შეთანხმებები. იბრაჰიმის შეთანხმებები ძირითადად ახლო აღმოსავლეთის სტაბილიზაციის პაქტია, რომლის ფარგლებშიც ამერიკა იყენებს თავის გავლენას როგორც სუპერსახელმწიფო. რათა გარკვეული ქვეყნები, ისრაელი და უფრო ზომიერი არაისლამისტური არაბული სახელმწიფოები დაახლოვოს ისე, რომ ეს შეესაბამებოდეს ამერიკის ეროვნულ ინტერესებს, რადგან ეს ალიანსი არსებობს ირანის რეჟიმის შეკავების მიზნით. სხვათა შორის მე ველოდები, რომ ამჟამინდელი ომის შემდეგ შეთანხმებები კიდევ უფრო გაიზრდება. ეხლა საუდელები, თუნდაც კატარელები, ყველა ეს პიროვნება, ყველა ეს ქვეყანა ეხლა ძალიან ნათლად ხედავს თუ რა არის ირანი და ვის წარმოადგენს ის იქ. მაგრამ იდეა აქ ისაა, რომ ფაქტობრივად ეს ძირითადი განმსაზღვრელი მოკავშირეები, რომლებიც ერთმანეთს ხვდებიან, მიიღონეს პასუხისმგებლობა როგორც ესტაფეტაში. ჩემი მოკავშირე ჰეურისტიკი, ჩემი მოკავშირე ტესი, რომლებიც შემდეგ შეძლებენ ამ რეგიონების პატრულირებას ისე, რომ ეს ამერიკის ინტერესებს ემსახურებოდეს. რომ ამერიკამ შემდეგ შეძლოს თავისი ეგზისტენციალური საფრთხის, ანუ ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიმართ არაპროპორციულად მეტი ყურადღების გამახვილება. ნატოდან გამოსვლა მარტივი საქმე არ არის. სინამდვილეში ვფიქრობ, ეს ერთადერთი ხელშეკრულებაა, რომელსაც ამერიკული კანონმდებლობა ითხოვს. ამერიკისთვის ნატოდან გამოსასვლელად კონგრესის აქტი ან სენატის 2/3 დამტკიცება იქნება საჭირო. თეთრ სახლს ამ კანონის განსხვავებული ხედვა აქვს. თეთრ სახლს აქვს რაღაც, რაც ამის საშუალებას მისცემს. ეს ბევრად უფრო ლოიალურია. არ ვიცი როგორ მოექცეოდნენ სასამართლოები ამას, თუ ეს მართლაც მოხდებოდა. რეალურად შესაძლებელია ეს ამერიკის კანონმდებლობის მიხედვით. არსებული პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, შეეძლება თუ არა ასასეშოს ნატოდან გასვლა. მე საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი არ ვარ. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი სრულად ამერიკის მიერ იმ ხელშეკრულებებიდან გასვლის ისტორია, რომლებზეც მას აქვს ვალდებულება. ტრადიციული მიდგომა ნამდვილად ის არის, რომ ამერიკის საკონსტიტუციო სამართლის მიხედვით რაღაცის გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ იმავე გზით, როგორც პირველად იქნა მიღებული. ამას ძალიან ნათელი მაგალითი აქვს. მშრალი კანონი. მშრალი კანონი ამერიკის კონსტიტუციაში შევიდა მე-18 შესწორებით. ცნობილია, რომ მე-20 ერთი შესწორება იყო საჭირო მე-18 შესწორების გასაუქმებლად. ზოგადი იდეა ისაა, რომ რაღაც კანონით მიიღება და მის გასაუქმებლადაც კანონი გჭირდება.
თუ მხოლოდ აღმასრულებელი ბრძანებით მიიღება, მაშინ მისი გაუქმებაც აღმასრულებელი ბრძანებით ხდება. ამავე ლოგიკით თეორიულად უნდა იყოს აზრი იმაში, რომ თუ ხელშეკრულების ვალდებულების შესასვლელად საჭიროა სენატის 2/3-ის რატიფიცირება და ასე შემდეგ, მაშინ ამ ვალდებულებიდან გამოსასვლელად აღარ დაგჭირდება ისევ სენატის 2/3. ამის მიუხედავად მე არ ვიცნობ, ასე ვთქვათ, ნატოს ხელშეკრულების დეტალურ პირობებს. სრულად დარწმუნებული არ ვარ, როგორ გამოიყურებოდა ეს, რაც შეეხება პრეზიდენტის მცდელობას, ეს ერთპიროვნულად გაეკეთებინა. მინიმუმ, რაც მე ვფიქრობ, არის ის, რომ თუ ნატო არ გასცემს საკმარის პასუხს ძალიან მწვავე და ჩემი აზრით პრევენციულ კითხვებზე, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტი მარკო რუბიო, სახელმწიფო მდივანი და სხვები სვამენ, ანუ რომ გავამარტივოთ, რა არის თქვენი მიზანი? პირდაპირ, რატო ხართ აქ? დაგვისაბუთეთ, რატომ გჭირდებით? ჩვენ ვართ მთავარი დამფინანსებელი, ამერიკა. ჩვენ ვაფინანსებთ მთელ ამ საქმეს. ჩვენ ზრუნავთ იმაზე, რომ გერმანიამ, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, იტალიამ და ყველა ამ სხვა ქვეყანამ არ შეეჯახონ ეგზისტენციალურ საფრთხეს რუსეთისგან, ირანისგან, ჩინეთისგან ან ნებისმიერი სხვა ქვეყნისგან. რას ვიღებთ ჩვენ ამის სანაცვლოდ? თუ თქვენ არც კი აპირებთ დაგვეხმაროთ სამხედრო ოპერაციაში, რომელსაც როგორც უკვე ახსენი, ბევრად უფრო სერიოზული შედეგები აქვს როგორც ენერგეტიკული, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით ევროპელებისა და ამერიკელებისთვის, რას ვიღებთ ჩვენ ამ ყველაფერში? ამიტომ ეს კითხვა მუდმივად უნდა ისმოდეს და ისე უნდა ისმოდეს. კარგი ამბავი ის არის, რომ მარკ რუტე, რომელიც ნატოს გენერალური მდივანია, ჰოლანდიელი, ამჟამად რაღაც პრო-ტრამპულ ტონს ავრცელებს. ეხლა მე პირადად ამას არ ვენდობი, არ ვფიქრობ, რომ ეს განსაკუთრებით გულწრფელია. მე ვფიქრობ, რომ მარკ რუტე არის ადამიანი, რომელიც უბრალოდ ცდილობს ნატოს გადარჩენას. თეთრ სახლში მყოფ დიდ მოთამაშეს აწყობს. ესე რომ, მე სრულად დარწმუნებული არ ვარ, რომ გულწრფელად რომ თქვა, ამის გადარჩენა შეიძლება. რაც ვიცი ის არის, რომ ტრამპი და რუბიო და სხვები სვამენ ყველა სწორ კითხვას. მაგრამ მოусმინეთ თუ საქმე მართლა იქამდე მივა, რომ ზეწოლა გაძლიერდება და ბაზარზე გაუმჯობესება არ იქნება, ან კიდევ უფრო გაუარესდება საერთოდ არ იქნება მცდელობა, რომ უპასუხონ ამ კითხვებს, ან გაუმჯობესონ თავდაცვაზე დახარჯული თანხები MSHP-ს მიმართებაში. თუ ეს პრობლემა მთლიანად უბრალოდ გადაიდება და ჩვენ ისევ ვსვამთ ამ კითხვას, ისევ მართავთ ამ საუბარს 1 ან 2 წლის შემდეგაც, მაშინ კი ვფიქრობ, რომ ნატოდან გამოსვლის მცდელობა გონივრული იდეაა. არ მაქვს არანაირი დაპირება, როგორ განვითარდება ეს პროცესი, ან როგორ იმოქმედებენ სასამართლოები ამ საკითხზე. კიდევ ერთხელ, ამერიკის სენატის 2/3 ჩემთვის ბევრად სასურველია, ასე ვიტყოდი. შეიძლება არსებობდეს ან არ არსებობდეს რაიმე სახის აღმასრულებელი გზის შემოვლა. სრულად დარწმუნებული არ ვარ, რომ არსებობს, მაგრამ შეიძლება იყოს. მაგრამ ამის გარეშე არ ვიცი, სასამართლოები აქ აუცილებლად მხარს დაუჭერენ თუ არა, მაგრამ თუ ეს ასე შორს შეიძლება წავიდეს, ვფიქრობ ღირსს და თუნდაც სხვა გზა არ იყოს. და ალბათ არსებობს ამის გაკეთების გზებიც, რომლებიც ოფიციალურად ნატოდან გამოსვლას არ გულისხმობს. ზუსტად ასეა. უფრო მეტად ჯარების გაყვანა ან დაფინანსების შეწყვეტა. ზუსტად ესეა. ხო, ასე რომ თუ ეს მოხდებოდა, ხო ასეა, რაც თავიდან აიცილებდა პოლიტიკურ, ბოდიში უბრალოდ იურიდიულ დაბრკოლებებს პოტენციურად. როგორ ფიქრობთ, რა გზავნილს უგზავნის ეს ჩვენს მთავარ მფრებს? ასე ლაპარაკობს, თითქოს ჩინეთი ამას ისე აღიქვამს, თითქოს ამერიკელები თავიანთ ენერგიას სხვანაირად მიმართავენ და ამით უფრო საშიშმეტო ქედი ქცევიან. მაგრამ მაინტერესებს იქნება ეს ასე გამოჩნდეს. თითქოს ჩვენ სინამდვილეში ვტოვებთ იმ პრინციპებს, რომელსაც დიდი ხანია ვიცავთ, ვტოვებთ იმ ქვეყნებს, რომლებთანაც დიდი ხნის განმავლობაში მჭიდრო და ხშირად ნაყოფიერი ალიანსი ჰქონდა. განზე გადგომას უარყოფითი მხარე არ აქვს. ვიღაცა შეიძლება ესე იდაოს. კიდევ ერთხელ ვიტყოდი, რომ ეს რაღაც მოძველებული 1990-იანი და 2000-იანი წლების მენტალიტეტია. ისეთი მენტალიტეტი, რომელიც ამერიკის ერთმნიშვნელოვან უპირატესობას გულისხმობს მსოფლიო არენაზე. ეს მენტალიტეტი უკვე აღარ არსებობს. ჩვენ აღარ ცხოვრობთ ერთპოლარულ ეპოქაში, სადაც ამერიკის უპირობო დომინირება ამ მსოფლიო არენაზე. ეხლა ჩვენ კვლავ მრავალპოლარულ ეპოქაში ვართ. იმავე მრავალპოლარულ ეპოქაში, რომელიც ჩემი აზრით ახასიათებდა მე-20 საუკუნის დიდ ნაწილს. ჯერ ფაშიზმის აღმავლობით, შემდეგ კი კომუნიზმის აღმავლობით. ეხლა კვლავაც ჩვენ ხედავთ ჩინეთის აღმავლობას და მათ მზარდ გავლენას, რასაც განაპირობებს მათი ჰეგემონური სამხედრო ამბიციები, მათი სარტყლისა და გზის ინიციატივა და სხვა. ასე რომ, ჩვენ დავბრუნდით მრავალპოლარულ ეპოქაში. და ამის აშკარა შედეგი განსაკუთრებით ისეთი ქვეყნისთვის, როგორიცაა ამერიკა, რომელიც ათეულობით ტრილიონი დოლარის ვალშია, არის ის, რომ ჩვენ უბრალოდ ვერ ვიქნებით მთელი მსოფლიოს თავდაცვის გარანტი. ასე რომ, სი ჯინპინმა, პოლიტბიურომ და პეკინში მდებარე სახალხო განმათავისუფლებელმა არმიამ თეორიულად შეიძლება შეხედონ ამას და თქვან, ღმერთო ჩემო, ამერიკა ამყარებს თავის ძველ ვალდებულებებს. კარგი. გულწრფელად რომ თქვა, ეს დიდად არ მადარდებს, საერთოდ არ მაინტერესებს. მართლა არ მადარდებს ზუსტად როგორ იფიქრებენ ისინი ესეთ ნაბიჯზე, თუ ეს ნაბიჯი გადადგმული იქნება სწორ მიზეზებზე დაბრუნებით, სწორ მიზნებზე ორიენტირებული და დაახლოებით ისე ახსნილი, როგორც აქ ავხსენი.
ეს არის ერთადერთი რაც მნიშვნელოვანია. მაგრამ ბულწრფელად რომ გითხრა ალანა, ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, როცა საქმე ჩინეთს ეხება და ვცდილობთ ჩინეთი თავდაცვაზე გადავიყვანოთ, ვცდილობთ დავაჯეროთ ჩინეთი, რომ ამერიკა აქ არის და ამერიკა ძალის ჩვენებას აპირებს და მომავალშიც ასე იქნება. საუკეთესო გზა, რომ ჩინეთი ესეთ მდგომარეობაში ჩავაყენოთ, არის ის, რომ ამერიკამ რეალურად ძალა აჩვენოს. და რო ძალიან მარტივი მაგალითი მოგიყვანო, პირველ ზუსტ დღეებს ვერ გავიხსენებ, მაგრამ ეს იყო პირველი კვირა და ნახევარი, შეიძლება 2 კვირაც კი, ომის დაცებიდან მიმდინარე ომში ირანის წინააღმდეგ. არანაირი ინფორმაცია არ ყოფილა ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის ფრენებზე ტაივანთან ახლოს. შეიძლება მხოლოდ ჩინეთის სანაპიროსთან, მაგრამ ტაივანის სრუტის ტაივანურ ნაწილში არსად. იქ ყველაფერი სრულიად ჩუმად იყო. და ეს იყო პირველი პაუზა ჩინეთის სამხედრო ჩართულობაში ტაივანის გარშემო წლების განმავლობაში. ძალიან დიდი ხნის შემდეგ. და ვფიქრობ, ბევრი ჩინეთის დამკვირვებელი ამას დაანკვირდა და ყურადღება მიაქცია და თქვა, ეს ლოგიკურია, რადგან ჩინეთი ახლა ხედავს, რომ ეს პრეზიდენტი და ეს ქვეყანა სერიოზულად უდგებიან საქმეს. ასე რომ საბოლოოდ დონალდ ტრამპის საქმე სერიოზულად უდგება. ეს მხოლოდ ირანთან დაკავშირებით არ გვინახავს. ეს ნიკოლას მადუროსთანაც ვენესუელაში ვნახეთ, ეს სხვა შემთხვევებშიც და სხვა მიმართულებებშიც გვინახავს. ყველა ნარკოტერორისტული დარტყმა და ასე შემდეგ. აშკარაა, რომ ეს პრეზიდენტი რასაც ამბობს, იმასაც გულისხმობს. ასე რომ კიდევ ერთხელ, თუ ის მართლა შეეცდება ნატოდან გასვლას, ვფიქრობ ჩვენს მოკავშირეებს ეს მესიჯი მიუვათ. მიიღებს თუ არა ჩინეთი ამ მესიჯს. არ ვიცი, გულწრფელად რო გითხრათ, რთულია თქმა, მაგრამ კიდევ ერთხელ, ეს ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ამ პრეზიდენტს სერიოზული განზრახვა აქვს. და თუ ის გადაწყვეტს ჩინეთზე კონცენტრირებას და რესურსების ევროპიდან ინდოწყნარ ოკეანეში გადატანა შეეცდება, ვფიქრობ, ეს ძალიან გონივრული და დიდი ხნის წინ გასაკეთებებელი ნაბიჯი იქნება. კარგი, ბოლო კითხვა, რომელიც ისრაელს ეხება. ისრაელი მონაწილეობს ნატოსთან დაკავშირებულ დიალოგის ჯგუფში, მას ასევე ხავს წარმომადგენელი, რომელსაც ნატოში აგზავნის. ეს ძირითადად ეხება სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასა და ტერორიზმთან ბრძოლას. ისრაელი ერთ-ერთი იმ 7 ქვეყანათაგანია, რომელიც ამას აკეთებს. ცხადია, ამ ეტაპზე ურთიერთობა სხვადასხვა ევროპულ ქვეყანასთან რთულია, როგორც ადრე ვამბობდით, როცა Facebook-ი მართლა პოპულარული იყო. ერთი მხრივ არიან ისინი, ვინც ემბარგოსა და ბოიკოტით იმუქრებიან. და ისევ ისინი, ვინც ამ ომში დახმარება არ გაუწევიათ. და მეორე მხრივ, ევროპაში ჯერ კიდევ არიან მსხვილი სავაჭრო პარტნიორები და იარაღის მომწოდებლები. გონიათ, რომ ASS-ში თუ ASS რაიმე ფორმით შეამცირებს თავის გავლენას ნატოში, ეს ისრაელის ურთიერთობაზეც იმოქმედებს ამ ორგანიზაციასთან. ალბათ, რადგან ისრაელი ავიქმება როგორც ძალიან დაახლოებული შეერთებულ შტატებთან, რაც ჩემი აზრით საკმაოდ მართალია, იმაზე დაბრუნებით, რაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ირანთან ომის ფონზე ვიხილეთ, ეს ორი ქვეყანა ფაქტობრივად ერთად მოქმედებენ. არანაირი ორი სუვერენული ქვეყნის სამხედრო ძალა ასე ერთად არ მოქმედებდა, შეიძლება ითქვას, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ვგულისხმობ სულ მცირე 10 წლეულებია ასე შეიძლება ითქვას, რომ იმ დროიდან მოხოლებული. ამიტომ ვგულისხმობ იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მჭიდროდ არიან დაკავშირებული შეერთებული შტატები და ისრაელი, შემიძლია დავინახო პოტენციური დამატებითი გავლენა, როდესაც საქმე ეხება ისრაელის ურთიერთობებს ევროპელებთან. ვფიქრობ, ჩემი გზავნილი ჩემს ისრაელელ მეგობრებთან, როგორც შენ ხარ ალანა, იქნებოდა ასეთი. ვის აინტერესებს საერთოდ? მართლა, ვის აინტერესებს? ევროპელები თავიდანვე არ არიან ისრაელის ყველაზე დიდი გულშემატკივრები და მეგობრები. ეხლა რომ დავაზუსტო, არის გარკვეული სფეროები, სადაც ეს ცოტა იცვლება, რა თქმა უნდა. გერმანიის ამჟამინდელი კანცლერი ბევრ სწორ განცხადებას აკეთებს, რადგან ისლამისტური შეჭრა გერმანიაში სულ უფრო ძლიერდება და ჩვენ ხედავთ ყველანაირ საშინელ ანტისემიტიზმს გერმანიაში, მაგრამ არის გარკვეული პოზიტიური ნიშნებიც, არის იმედისმომცემი ნიშნები. მაგრამ გულწრფელად რომ თქვა, მე მგონი, რომ ისრაელისთვის არ ვიევს ნატოსთან შესაძლო ურთიერთობებზე ფიქრი. მე ვფიქრობ, რომ ისრაელი ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იქნება, თუ ყურადღებას გაამახვილებს სწორედ ამ ორმხრივ და სამხრივ ალიანსებზე, რაზეც ჩვენ გადაცემის განმავლობაში ვისაუბრეთ. თქვენ ახსენეთ ხმელთაშუა ზღვის დიალოგი. ისრაელი ჩართულია ამ ყველაფერში. სხვადასხვა ესეთ გაზის კონსორციუმებში, მაგალითად საბერძნეთთან და კვიპროსთან ერთად იქ. ეს არის მიზანმიმართული ეკონომიკური, სამხედრო და გეოპოლიტიკური ალიანსები. კიდევ ერთხელ, აბრაამის შეთანხმებები ირანის კონტექსტში ეს არის ის საკითხები, რომლებიც ჩემი აზრით ნამდვილად განსაზღვრავს საგარეო ურთიერთობებსა და გეოპოლიტიკას 21 საუკუნეში, მაგრამ ნატო რაღაცა მხრივ დინოზავრია. და გულახდილად რო ვთქვა, ვფიქრობ, ეს ბოლო საუბარი ალბათ ცოტა აზრს მოკლებულიც კი იქნებოდა, რადგან თუ ამერიკა მართლაც გამოვა ნატოდან, ძალიან მიჭირს დავიჯერო, რომ ნატო საერთოდ იარსებებს. ვფიქრობ, ეს ალბათ ნატოს დასასრული იქნებოდა და შესაბამისად ისრაელს გულახდილად რო ვთქვა, ალბათ არაფერზე ექნებოდა სანერვილო. დასასრულისთვის მოკლე კომენტარი გააკეთეთ, ვიციო ძალიან გადატვირთული გრაფიკი გაქვთ, ამიტომ მართლა ვაფასებ, რომ დღეს მოხვედით.
მომავალში ისევ საუბარს ველოდები და ამ საკითხებიდან ზოგსაც ცალკე განვიხილავთ. ალანა, ამას ძალიან ველოდები. მადლობა.